სინგაპური მდებარეობს ძალიან ახლოს ეკვატორთან. ამის გამო აქ სულ ცხელა და მაღალი ტენიანობაა. საშუალო ტემპერატურა წლის მანძილზე 25-30 გრადუსია, თუმცა მაღალი ტენიანობიდან გამომდინარე, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ტემპერატურა არის გაცილებით მაღალი. სინგაპურში აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ გარეთ თუ ასე ძალიან ცხელა, შენობებში ყინავს კონდიცირების გამო. ამიტომ თან მოსაცმელი ატარეთ, რომელიც შენობაში შესვლისას აუცილებლად გამოგადგებათ და გაგახსენდებით. სინგაპურს აქვს ორი წვიმის სეზონი. დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე და ივნისიდან სექტემბრამდე. თუმცა მე არ გეტყვით, რომ წვიმიანი სეზონის დროს სინგაპურში არ გაემგზავროთ. ეს არის ადგილი, სადაც 3-4 დღით მიემგზავრებით და არ არის საზღვაო დასვენება. წვიმა კი დღის მანძილზე რამოდენიმე წუთით მოდის ხოლმე, რამოდენიმეჯერ, ამიტომ ის დიდ დისკომფორტს ნამდვილად არ შეგიქმნით. მთავარია კომფორტული ფეხსაცმელი გქონდეთ და ამასთანავე საწვიმარი ან ქოლგა. ქოლგას უფრო გირჩევთ ცხადიან ტენიანობის და სიცხის გამო. სენტოსა არის ძალიან პატარა კუნძული, რომელიც მთლიანად სავსეა სხვადასხვა ატრაქციებით. აქ გვაქვს Universal Studios პარკი, უდიდესი და ულამაზესი აკვარიუმი, წყლის ატრაქციების პარკი, ხელოვნური სანაპირო. პარკების გარდა სენტოსაზე იმართება მრავალი შოუ. სენტოსაზე მოხვედრის გზები კიდევ ცალკე ამბავია. აქ მოსახვედრად 3 გზა არსებობს. პირველი სტანდარტული სამანქანო გზა, სადაც მანქანით ან სხვადასხვა ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება. მეორე არის საბაგირო. ამ გზას გირჩევთ ყველაზე მეტად, რადგან ძალიან შთამბეჭდავია, როცა ზევიდან ხედავ ამ საოცრებას. და მესამე მონორეილი. ზოგადად მონორეილი კუნძულზე გადაადგილების ერთადერთი გზა არის. სენტოსაზე მდებარეობს რამოდენიმე სასტუმრო, სადაც შესაძლებელია ღამისთევების აღება. როცა ტურისტს უფრო მეტად ატრაქციები აინტერესებს, მე პირადად ყოველთვის ვურჩევ ხოლმე სასტუმროს სენტოსაზევე დაჯავშნოს, რადგან გადაადგილების დროს აღარ დაკარგავს. და სენტოსას სასტუმრო, რომელიმე პარკს მაინც თავაზობს ღამისთევასთან ერთად უფასოდ. ანუ დამატებით პარკში შესასვლელი ბილეთის ყიდვა აღარაა საჭირო. ამ მიზეზების გამო, თუ ბავშვებთან ერთად მიემგზავრებით, გირჩევთ ღამისთევები სენტოსაზე აიღოთ და ერთ დღეს სინგაპურის ქალაქის ტური დაგეგმოთ. Marina Bay Sands, ეს არის სინგაპურის ყველაზე ცნობილი სასტუმრო. აქ ღამისთევა საშუალოდ $500-600 ფარგლებშია ხოლმე. თუმცა მე გირჩევდით აიღოთ სასტუმრო, რომელსაც ექნება Marina Bay-ის ხედი და არა თვითონ Marina Bay-ში ცხოვრება. სინგაპურის ზოოპარკი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზოოპარკი მსოფლიოში სიდიდით და ასევე იმ მრავალფეროვნებით, რასაც ის სთავაზობს მომხმარებელს. არც ერთი ცხოველი არ არის გალიაში. ამ ზოოპარკში გადაადგილებისას ისეთი განცდა გაქვს, რომ რეალურ ჯუნგლებში დადიხარ. შესაძლებელია როგორც დღის მანძილზე ესტუმროთ ზოოპარკს, ასევე ღამის ზოოპარკის ტური დაჯავშნოთ. და კიდევ ერთი ატრაქცია, რომელსაც აუცილებლად გირჩევთ, რომ ესტუმროთ, არის ბოტანიკური ბაღი. ნამდვილად საოცარი სანახაობა დაგხვდებათ. სინგაპურში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამაა, თუმცა რეკომენდირებული 3-4 დღიანი ტურისთვის ეს ატრაქციები სავსებით საკმარისია.